ბავშვებო, ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. რაფერია ამ ბავშვს სახელზე. გოგო რა უნდა მეკითხა? წუხენის რა ხმაური და ცივილ-ტივილი გამოდიოდა ხუციშვილებისგან. ვაიმე არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი. მე სახლში გაუგრძელებიას, მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცაები შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლ-ქმარს სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ღვინის ჭიქა. ასეა საქმე. უკაცრავად ქალბატონო, ეხლა თქვით რომ კბილებში შეალეწა ღვინის ჭიქაო? ხო გეუბნებით თუ შუშანიკი მომეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო, ამბავი მომყევი უბრალოდ. მიშველი ასად არა თქვა ეგ. მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღანამობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრობენ სოფოსიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. ქალბატონო, რამეს თუ გვანიშნებთ, პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილო, დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. და როგორ შეიძლება კაცვას ენერგიულობა? რა იქნება ახლა ნერვიულობენ ბავშვები. გოგო, სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში, სოფოს გადასვლილი ყავს დედა. და როგორ გადამწოდინდა გოგო ეგ? არა კაცო, ეგ ქალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი, ხო? სოფოს დედინაცვალია. უკვე ნამდვილად აღარ არის ესეც ცილო რა ქალბატონო. სამანიშვილის დედინაცვალი მოვა ხო მეორე ვარიანტში. არა შვილო, რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე. და სიტყვა ვეღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა. მე დაღლა შენ უნდა გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში. 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან, სასაფლაომდე ვიარეთ სულ ფეხით. აი მე როგორ უცბად დაიღუპა რა. გასაცოდავებული ცხოვრება ხო გქონდა, სიკვდილშიც არ გონია ბედი. დიდოსტატის მარჯვენა მოვა.